Georgia! Let's go, man! და ჩვენ დაუბრუნდით Fight Hop-ზე, ნოსტალგიორგი სართანია, ხვიჩა ქორიძე, თბილისიდან გამარჯვებული გუნდი ბათუმი Fight Academy დაბრუნდა ბათუმში. დიდი გამარჯვებით Max Fight-ზე, მე-14 ღონისძიებაზე. ხვიჩ მინდა რა თქმა უნდა მაგითი დავიწყოთ რა. მაინტერესებს ანუ ყველაფერი რა, შიგნით რაც ხდებოდა თვითონ ორგანიზაციაზე, როგორ ჩაიარა ყველაფერმა ჩვენ ბიჭებზე რა. იმედი მაქვს ნახე ჩვენი ბოლო პოდკასტი მე და სოზა რო ვიყავით, შენ მგონი გზაზე იყავი მანქანით და რაღაც ბრუნდებოდი ბათუმში, ხო? დიახ, ხო. და BMF-ის ბრძოლა მოდის, მოკლედ შემდეგი UFC იქნება კვირას ჩვენთან. დღეს ამ ჩაწერის დროს არის სამშაბათი BMF-ზე, რა თქმა უნდა, მაინტერესებს შენი აზრები, Max Holloway, Charles Oliveira, სტილისტური ანუ ბრძოლა როგორ წავა, შენი აზრით, რა ვარიანტები შეიძლება იყოს და კიდე რაღაც სიახლეები არის, ხვიჩ, ილია თოფურია. ძალიან ბევრი. ხო, ილია თოფურია, რა თქმა უნდა, პირველი რომ ძალიან დიდი ისო მაქო, ნიუზი მოდისო, დაელოდეთო. რავი, პერერამ დაატოვა კამარი ადის ზემოთ, ჯონ ჯონსი გამოვიდა, იძახის რომ UFC-სთან მაქო მოლაპარაკებებიო და რავი, მოკლედ თემები ბევრი გვაქვს რა, მაგრამ ხვიჩ როგორც ვახსენე, მოგვიყევი აბა როგორი ღონისძიება იყო, როგორი შტაბეჭდილება გაქვს თვითონ Max Fight მე-14 ვერსიაზე. ნახე მაგარი ისენი წავიდა, გაწევები წავიდა და ხელები და რაღაცა და გალიდან გადმოძრომები, გაქაჩვა, ისა უზბეკეთის და ისა აზერების ის იყო, კლაში იყო რა. ხო და მაგაზეც მოგვიყევი რა, მაგრამ მოკლედ მიკროფონს გითმობ ძმაო და შენია რა. Max Fight. ან მაგარი ღონისძიება ჩატარდა. ძალიან რაც გამისწორდა რა როგორ იყო იცი? სიმართლე გითხრა. ანუ უფრო მაგარი იქნებოდა რამოდენიმე ბრძოლა არ ამოვარდნილი იყო რა, რაღაც ტრავმების და ექსიდენტების გამო, მაგრამ ძალიან მაგარი ივენტი იყო, აურით და ატმოსფეროთი, ანუ ის ივენტი იყო, რომელიც ჯობდა ლაივში გეყურებია, ვიდრე ონლაინ, ესე რომ ვთქვათ რა, რადგანაც შიგნით რაც ხდებოდა, ხო, ის უფრო ძალიან მაგარი იყო რა. ანუ ბრძოლის შემდეგ აზერბაიჯანი და უზბეკი მებრძოლის ჰქონდათ რევანში ერთმანეთში რა და მაგათ რევანში რო შედგა, რევანში 1-1 გახდა ანგარიში რა, იმან რომ აზერბაიჯანმა მეორე მეტოქიმ მუსტაფაევმა აბაროტი აიღო ეწოდებული რა. ხო და გადახდა და მის სეკუნდად თან დაიწყო ჩხუბი რა და მის სეკუნდანტი მებრძოლი არის და ძალიან ცნობილი და მის სეკუნდანტი გამოყოლილი იყო, განა სეკუნდანტი კი არ იყო, მეინ კარტში მაღლა ჩხუბობდა რა, კინაღამდეს თავარი ჩხუბი ქონდა იმას გამოლავს და ამან გამოიწვია კიდე შემდეგ იგივნა ამათ მოგვიტაკონში ჩხუბენ მე ქვევით ჩავედი და ქვევით ვაფშე რა ხდებოდა იქ კიდე ვიღაცა ვინმე ვერ გადაიღო, წარმოიდგინე ისეთი რაღაცა ხდებოდა იქ მასობრივი ჩხუბი ატყო და ფანების შორში ერთმანეთში წარმოიდგინე ხა ქართველი ფარტველი ფანების ერთმანეთში წაწევები და ჩხუბები ატყოდა და ანუ ეს რამდენი ალფა გრინის დაცვა იყო Max Fight-ზე 50 ადამიანი დაცვა იყო. ხოაზე ხარა და არ იყო ეს 50 ადამიანი დაცვა, რომ რაღაცა გაიშურებე მე რა თქმა უნდა კი კაცი დაცვა იყო 2000 ხალხზე, ხო, დაახლოებით. ხო, სადღაც რა იყო და გაწევა იყო მარტო აზერებთან და უზბეკების შორის, ხო? არა, ქართველების შორისაც იყო გაწევები იქა და ეს რაღაცები და ერთი აბები იყო, კაროჩე რა და ანუ ძალიან მაგარი ენერგეტიკით და ატმოსფერით იყო სავსე ღონისძიება ისეთი რა, ოღონდ რა ურაგანი იყო, ასე რომ ვთქვათ რა. ანუ აფსეტებიდან დაწყებული, რო დავიწყოთ, ხო? აი ძალიან მაგარი აფსეტებიდან დაწყებული, დამთავრებული უმაგრესი ბრძოლებით რა. ხოლმე ახლა ჩემი ბიჭებს ვეუბნები, არასოდეს სპორტზე არ დადოთ ფული, სერიოზული საბრძოლო ხელოვნების ფული არ დადოთ, იმიტომ რომ ეს არის აი რასაც ვერ ამოიცნო, ვერ ასწორდეს რა.
და ისეთი ღონისძიება იყო, რომ ვინმეს რაღაც ფული რომ დაიდო, ვერასოდეს ვერ ამოიცნობდნენ, ისეთი შედეგები იყო, მოკლედ რა თქვა რა, რადგან 11 ნორმა პირველი წაგება მიიღო მის კარიერაში. ხო, ტიპმა ხო. ხამიდ აზიუმოვმა გრეპლინგის მატჩი ძალიან ძალიან მაგარი სიმონიშვილი დაამარცხა, ვისაც არავინ არ ელოდებოდა, მოკლედ რო გითხრა, ისეთი რაღაცა გააკეთა რა. დანარჩენი კიდე ესპანელი კიკბოქსერი იყო ჩამოსული და ეჩხუბებოდა ხუბაცარიანს ტენერიფედან და ის ესპანელი კიკბოქსერი ძალიან მაგარი ფავორიტი იყო ამავე დროს და ანუ ხუბაცარიანს მოუგო, ოღონდ ანუ ძალიან ღირსეულად მოუგო, ძალიან მაგრა ასე რომ ვთქვათ რა. და ურავი რა რუსლანის მეინ ივენთით დამთავრებული ღონისძიება ძალიან ძალიან ისეთი იყო ენერგეტიკით სავსე რა. სამწუხაროდ რამოდენიმე ბრძოლა ჩავარდა, რაც ძალიან კონკურენტუნარიანი ბრძოლები იყო, მაგრამ პროცესია ბრძოლების ნაწილი არის და რავი რა დიდი მოლოცვა მაქვს Max Fight-ისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გადადგა დიდი ნაბიჯი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რა და კონკრეტულად დავით კიდეას და მთელი Max Fight-ის გუნდს ულოცავ მაგას, რომ აი საერთაშორისო ცნობადი ორგანიზაცია გახდა, რადგანაც ხო მილიონობით ნახვა აქვს მაგ ამონაჭრებს, მაგ ბრძოლებიდან ბრძოლებს და რაღაც ინტერვიუებს და face to face-ებს იმენა მილიონობით ნახვა აქვს. მილიონი აქ, მილიონი ნახევარი მილიონი და ძალიან დიდი ყურადღება მოყვა რა. და განვითარების შემდეგი ის იქნება რა ქვია ნაბიჯი Max Fight-ის, რომ არა მარტო ქართველები ის ფორმატი არ იქნება ტურნირის, რომ ქართველები ეს მთელი მსოფლიო ასე რომ ვთქვათ რა, ყველაზე ხარა ქართველები იშხულობენ ყველა დანარჩენს რა და საქართველოს ჩამოყავს ვინც ხა მოსაკლავად რა. არამედ დამოუკიდებლად უცხოელი მებრძოლი ხდება უცხოელი მებრძოლეს და ანუ რო აჩვენოს რაღაცა კარგი ისტორია, რაღაც მაგარი ბრძოლა, რაც სპორტს შეეფერება რა. მე ხა გეუბნებით რომ დანიშნული არის მეჩაპი მუსტაფაევის და კამილოვის რაღაცა სუპერ მეჩაპი არის რა. Max Fight-ზე არის ეს ბრძოლა დანიშნული და ძალიან ძალიან ანუ ისეთი არის. უცხოელების ბრძოლა ხო არის? ამავე დროს ხო შეიძლება საქართველოს გარდა დანარჩენი მთელი საშუალო Middle East-მა და იმან უყუროს სხვაზე ხარა. ანუ უზბეკეთი, ტაშკენტი, უზბეკეთი, კაზახეთი ტაჯიკეთი აი ყველა ქვეყნებში შეიძლება იმ ლაივში იყოს ჩართული, თუმცა სად საქართველოში ბრძოლები და სად მოგი აზერბაიჯანი რა თქმა უნდა და ყველა ეს ადგილები იყოს ჩართული ძალიან შეიძლება რა. ამიტომ ძალიან მაგარი რაღაცები ხდება Max Fight-ისთვის, რაც სასარგებლო არის ორგანიზაციის განვითარებისათვის რა. და ეხლა რო ახსენე რომ ის დაჯახება რო იყო რა, გარეთ ის ანუ ჩვენ მასპინძლები რაპონში ანუ მაგათი გაწევა რა იყო ჩვენ რაპონში მოხვდით ახლა მანდ. არა, ეს ქართველებში იყო. ქართველებში იყო კიდე გაწევა ხო რა, იქ რა. ერთი გუნდის გამადა მეორე გუნდს დაეჯახა და მთელი ამბები იყო რა თვიდად. თუ გინდათ იყოთ მაყურებლები მაგმოლდეს დიახინაზე უნდა არსებობდეთ რა, ხოლმე ეს რაღაცები როცა ხდება რა 1000 ერთხელ იშვიათი არის, მაგრამ ძალიან ანუ მისებური ეშხი მისებურ ნაკალ რა ზეწოლას ნაკალსაც ხაც იმას აძლევს რა ენერგიას ტურნირს ასე რომ თქვა რა იმ ტურნირი დაძაბულია ტურნირი ემოციური ტურნირი აგრესიული და რა მე ძალიან ყვაყოფილი ვარ ამ ღონისძიებით რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და რა თავარი დავალება აქვს ორგანიზაციას რომ მოიწვიოს მაქსიმალური ყურადღება მის მიმართ და პირველი დიდი სპორტის სასახლის ღონისძიებისათვის Max Fight-მა მაგის შეძლო და რამოდენიმე ათასი მაყურებელი არენაზე იყო. კარგი იყო რა, კარგი ენერგეტიკით იყო სავსე რა. სოზას პერფორმანსი მაგარი იყო, ძალიან მომეწონა ზოგადად. მისი სხლიანი ბრძოლა. პითაგორა. ეგ რა მაგარი ნიკნეიმი აქვს, პითაგორა. რუსლანის ბრძოლაზე რა გითხრა რა იმენა ხო იცი რომ ამბობენ 14 წუთი ნახევარი მინდა გაწამოო და ბოლო და 30 წამში და გაფინიშეო მასვიდალი ამბობდა მაგას რა რუსლანი შეასრულა ესეთი რაღაცა 14 წუთი ნახევარი აწამა და ბოლო ნახევარ წუთში დააფინიშა კიდევაც რა ხო ნიკა ანუ ბოლო წამები იყო ხო მესამე რაუნდის ხო აი 14 წუთი ნახევარი ტიპმაცემა ყველაზე ხარა და ანუ ისაც მაგრა ებზოლა ებად რა ერთი ის კიდე კადრები მაგრა არაჩვენებს მაგას ანა ფილმებში როა ხო იცი ესეთი კადრები რა იმან დაარტყა რაღაც მარჯვენა პირდაპირ დაარტყა და რუსლანას მესამე რაუნდში და ფუ ოფლები უკან გაასხმევია ბოლომდე ყველაზე ხარ და რუსობეთკი ცოტა ვიწროთ ხელები მაღლა მეთქი რა თავი დაიცავე თქო მაგრამ კი ნუ ახლა ეგ მომენტი ქონდა მახსოვს მაგრამ მაინც ყველა რაუნდი
მოიგო რუსლანი. კი, არა, სტილისტიკურად რუსლანის დღეს რომ სუბუქცონაში ძალიან ძნელი არის რა. იმიტომ მაგრამ ეს სტილისტიკურად არ აღმოჩნდა რა ცუდი ბიჭი ისიც რომ ვერ იტყვი რომ ცუდი ბიჭი აღმოჩნდა, ხო, ანუ მაგრამ გამარჯვების სერიაზე იყო. ხო, ანუ ის ბიჭი იყო სამი ბრძოლის გამარჯვების სერიაზე მოდიოდა და ანუ მისი გამარჯვებისთვის იყო ჩამოსული და საკმაოდ სერიოზული ჰონორარიც ჰქონდა მაგას რომ ჩამოდიოდა, ანუ პლუს ჰონორარიც საკმაოდ კარგი ჰქონდა, ანუ გამარჯვება აშკარად უღირდა მაგას რომ გაიგეთებია მის კარიერაში რა. შენიერად ყველაფერი კარგად გააკეთა, მე ძალიან მომეწონა მისი ასპარეზობა. ყველაფერი ანუ ემოციურად კარგი იყო. რაღაც ორგანიზაციული მომენტები არის, სადაც არის აი პროსტა ეს არაფერი არის, მას აი დღეს იწყებს ცხოვრებას და მანამდე თუ იყო ეს კიკბოქსინგის და ცოტა MMA-ის ორგანიზაცია, ეხლა არის ისა მომავალი ჩვენი ქართული 1FC ასე რომ ვთქვა, შეიძლება ვთქვა რა, რადგანაც გრეპლინგი, კიკბოქსინგი და MMA შეერთებული არის ერთმანეთში და ანუ MMA-ის თვალსაზრისით თუ გინდა ახლა ჩვენ რეალურად ფლაგმანები და საქართველოს პირველი ნომრები იბრძოდნენ მაგ ფაიტში და ცნობადი სახეები. ხო და კიკბოქსინგსაც შეეხება ხო თუ გინდა დავილაპარაკოთ ახლა მარტო პაპავა არ აღეს და ნაჭყებია და ხუფაცარიაზე საუბარი არა ძალიან მაგარი ბრძოლები გააკეთენ და გრეპლინგის თვალსაზრისით რავი რა ახლა ძალიან სუპერ ბრძოლები იყო მხოლოდ იმით დავიწყო რომ ჰამიდ აზიმოვი და ამიკო სიმონიშვილი ძალიან ორი მაგარი გრეპლერი შეხვდნენ ერთმანეთს საიდანღაც ასე რომ ვთქვათ მაქს ფაიტის ოქტაგონზე გაიზიარეთ რა ძალიან ზოგადად მე მომწონს მიმართულება რომ ეს არის მართლა ეს არა კოპია რა თქმა უნდა ვარებს მაგრამ მიმართულება რომ ჩვენ ეს ღონისძიება გრეპლერებისთვის და კიკბოქსერების და MMA-ისთვის არის ძალიან მაგარი არის რა და ზოგადად მეტ აუდიტორიას ერთმანეთში რეოს ასე რომ ვთქვათ რა რადგანაც შეიძლება კიკბოქსი ჭირდება ან გრეპლინგი ჭირდება მეტი მაყურებელი რა და ვინც MMA-ზე მოსული ხო ხვალ ამიკო სიმონიშვილი გაიცნოს ან სხვა მაგალითად პაპავა გაიცნოს ან ვინც კი მარტო კიკბოქსი არის მოსული ხო სხვა გრეპლერები გაიცნოს და სხვა ანუ MMA-ის მებრძოლეები რა ეს აუდიტორიის ტრანსფერება რომ მიდის ხო ერთმანეთში ძალიან მაგარი და კარგი შედეგი მოაქვს რა რაც მოიტანა დიდი ჩართულობა ასე რომ ვთქვათ რა ღონისძიებაზე მე სუპერ კმაყოფილი ვიყავი მაგ ღონისძიებით ისა პაპავას ოპონენტი სპინინგ ფისტებს ისროდა რა, სულ დასპამებული ქონდა. გასო რამდენი სპინინგ ფისტი მაგბრძოლაში არისო? კი, მაგრამ ახლა მე ამყურებია რომ რუსლანს ვახურებდი. თამერგეთ ახლა და რუსლანსთან რა იგი იყო kickboxing bout-ი, ანუ ხო? No elbows, ანუ იდაყვები მანდარა, ხო? ხო, ვაკოს წესებით, კაერთის წესებით იყო მაგი, სადაც იდაყვები არ არის რა. თორე X Muay Thai ჩემი თვალსაზრისით მაგ ტაილანდური კრიბოში ასვლა ის შესასწავლი რაღაც არის რა. და იცი თუ არა ისე საერთოდ ხმარობს პაპავა იდაყვებს? რომ იცი უფლებაო იდაყვებს კი არა ყველაფერს იხმარს სავარაუდოდ. არა, ისე ვარჯიში თუ ხმარობს ხოლმე რა, თუ არა რა ხან არ შეიძლება. არა, მე მგონი ახლა მაგდამაიც ის მიმართულება არ აქვს, რადგანაც ამ წესებში ძალიან დომინანტურია სავარაუდოდ არ ეყოფოდა დრო. ანუ ეხა რუსლანზე როგორც კოუჩი რა, რაღაც ასპექტები ხო არის ეხა უეჭველი, რომ სამუშაო არის, ხო? ეხა ამას ეხა ზეპირად ვიძახი, იმიტომ რომ ვარიანტი არ არის რომ არ იყოს, ხო? მაგრამ ანუ ტრაჯექტორია ეხა როგორც მიდის რა, მისი განვითარება ანუ როგორ უნდა განვითარდეს აი უფრო კიდე რა, რომ ანუ მივიდეს თავის მის მწვერვალზე რომ მივიდეს რა. და ქონდა თუ არა შენიშვნები რა, მოდი პირდაპირ შეგეკითხები. პირველი იმაზე დავილაპარაკოთ, რომ პოლკვაძე ხო, როგორც მებრძოლენი ვითარდება. და განვითარდა როგორც მებრძოლე რა. იმიტომ რომ რადგანაც ეხა არ ცდილობდა როგორც უყურე შემბრძოლას, რომ მარტო იჭიდაოს და ჭიდაობით დომინაცია განახორციელოს, არამედ მის მეტოქი იყო უფრო აქტიური ჭიდაობაში და გამოწვევაში და ცდილობდა შესოს რუსლანისთან და რუსლანი ახლა რადგანაც ცდილობს უფრო მრავალფეროვანი მებრძოლე იყოს და საშუალებაც აქვს მაგის რომ განვითაროს მისი არსენალი რა ერთოდებული თორე შეუძლია მაგას არბანივით გადაერთოს და მართლა მე გაწუროს და იჭიდაოს მაგრამ სხვა დღეც დადგება სადაც იქნება სამუშაო რა მაგას დგომისადაც დაჭირდება აუცილებლად მისი დგომის სკილები რა და რუსლანის აი ზუსტად რო ვთქვა ტაილანდური კრივის და განვითარება დავინახეთ რა ამ ბრძოლაში რომ ძალიან მაგრა განვითარა მისი ტაილანდური კრივის გეიმი და ანუ გამოვლინდა რაც არის რა რომ ან well rounded მებრძოლე არის რა დგომში პარტერში ხელები ფეხები ტოპ გეიმი გრაუნდ გეიმი ყველაფერი აქვს რა
უყურებთ მარტო იმას, რომ რას გააკეთებს შემდეგ ივენტზე და მე ვპირდებით, რომ უფრო და უფრო სანახაობრივი იქნება. ზოგადად მაგის ისეთი მებრძოლი არის Fight of the Night-ის მებრძოლია ყოველთვის რა. მ, ანუ შემდეგი ოპონენტი, ეხლა თვითონ როგორც თქვა, რომ დიდი სიამოვნებით ბიბზოლებო კამარზეო და ანუ შემდეგი ოპონენტი უეჭველი უნდა ალბათ იქნება უფრო ძლიერი კიდე ვიდრე ეხლა ანუ რაც ის გამოიარა. შემდეგი ოპონენტი ისეთი იქნება, მე ვპირდებით ჩვენ მაყურებლებს, რომ ანუ ნამდვილად საინტრიგო მეჩაპი იქნება ჯერ ერთი რა და ისეთი იქნება, რაც ანუ რეგიონალური ლიგების ისტორიაში არ ყოფილა რა, არ ვლაპარაკობ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომელიც საქართველოში მეჩაპად დაფუძნებულები არიან, კედის თვალსაზრისით თუ ასე შემდეგ, მაგრამ ისეთი მეჩაპი იქნება, რომ დაუვიწყარი იქნება რა და ისტორია იქნება რა. და ძალიან ძალიან მაგარი იქნება რა. ძალიან მაგარი სატიტულო ბრძოლა ელოდება ქართველ მაყურებელს რა, პირველ რიგში. ანუ ეს უკვე ვიცით ჩვენ, ხო? დაჟე. კი, ეს ხო საპრეზიდენტო ბრძოლა იყო, არა, ზუსტი მეტოქე არ არის, არ არის დანიშნული, მაგრამ საპრეზიდენტო ბრძოლა იყო და ანუ მაგიდან გამომდინარე შემდეგი გაჩერება მისი Max Fight-ში იქნება სატიტულო ბრძოლა რა. და ისტორიის დაწერის სტელობა უმაღლეს ზონებზე არა კომფორტულ ბრძოლაზე. არამედ როგორც სხვა სატიტულო ბრძოლები იყო უმაღლესი საფრთხით ასე რომ ვთქვათ რა, რომ ძალიან ძლიერი მეტოქი, მაგრამ უნდა დაამარცხოს, რომ დაწეროს უდიდესი ისტორია ქართულ სპორტში, ლოკალურ არენაზე, რომ არის ყველა ორგანიზაციის ოფიციალურად ჩემპიონი ტიპი რა. ბიჭო, რა მაინტერესებს იცი, ხა პროვოკატორი შეკითხვა არ ჩამითვალო ეს რა, მაგრამ მართლა აი ნამდვილი კითხვა არის. ნამდვილი კითხვა არის რა, დაბადებული რა, ანუ ეხლა სოფლიოში მონოპოლიზაცია აქვს MMA-ში ერთ ორგანიზაციას რა. ყველა მიცის ეს UFC არის და ამიტომ ვართ ჩვენც აქ რო ვარსებობ და ეგ არის ყველას мотиваცია, ხო? და რატომაც დაიბადა ალბათ ამდენი სხვადასხვა უკვე ორგანიზაციები საქართველოშიც რა. ანუ ეხა დამთავრდა GFC, მე ეგრევე გადმოვედით Max Fight-ზე, შემდეგ კვირაში გადავდივარ გონი გამაზე, მე ისევ რკენაზე და ხო აზე ხარ, ანუ დაქოქილი არის სისტემა რა. და ესეთი ლიგები და რაღაცა და გონი არის ხო რაღაც კონკურენცია რა სხვადასხვა ორგანიზაციებში. თუ არა უფრო ისე არის რომ აქ ეს საქართველოს ყველას იცნობს და რაღაც ეხმარება ერთმანეთს და რაღაც თუ მაინც არის რაღაც კონკურენცია. ჯერემერთი საქართველოს და მართლა ყველას იცნობს. არ არსებული არ შენ არ იცოდე ვინ არის. ანუ თემაში არ უნდა იყოს შენ რომ არ იცოდე ვინ არის ან матчмейкერი ან ორგანიზატორი ან ფლობელი ორგანიზაციის. მაგირა თქმა უნდა არის. კონკურენცია, ну, ჯანსაღი კონკურენცია არის ახლა ნეგატიური და ისეთი რაღაცები არ არსებობს. ჯანსაღი კონკურენცია არის რა. თავარი დავალება არის რა თემა არის, იცი? რომ სხვადასხვა ორგანიზაციებს სხვადასხვა მიზნები აქვს. ხმი? მაგალითად ახლა ხო პირველ რიგში ვიღაც ორგანიზაციებს აქვს მოთხოვნა რომ აერებს უსახელოდ თქვათ ასე რა ქართული მაყურებელი დააკმაყოფილოს რა და ქართული მაყურებელზე იმუშავოს. მეორე ორგანიზაციას აქვს რომ მისიანები დააკმაყოფილოს და მისი წრე გააძლიეროს. თქვათ ჭყალებში არავის არ აკონკრეტულად ამ შემთხვევაში საუბარი. მესამესთვის არის რომ ლაივები გაყიდოს. და ანუ რაღაც ლაივები მოვიდეს მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება და ვინ იქნება და როგორ იქნება რა. მეოთხეს ვაფშე შეიძლება არ გქონდეს мотиваცია და რასაც არ საკეთებ თვითონ არ იცოდეს. ზოგადად და ამიტომ ყველა ვიცი, როცა ბიზნესი ხარ ალბათ мотиваცია ის არის რომ ხო, ანუ კონკურენცია სადარსებობს, იცი? გაზდა, ფული და გაზდა ხო ალბათ. კონკურენცია სადარსებობს, იცი, როცა მაგალითად მე და შენ ვართ Pepsi და Coca-Cola და ჩვენ გვაქვს საერთო დავალება. რომ დავიმყოთ მაქსიმუმი ამ ბაზრობის ასე რომ ვთქვათ რა. ანუ McDonald's რო ავიღოთ ჩვენ. და ამავე დროს ჩვენ ვყიდით ერთი და იგივე პროდუქტს აბსოლუტურად რა. ეხლა ანუ არ იქნება არავისთვის ტყუილი რომ ვთქვათ რომ რკენა, Max Fight, GFC და გამა ყიდის სხვადასხვა პროდუქტს ვაფშე რა. და AFC სხვადასხვა პროდუქტს ყიდის სხვადასხვა მაყურებლისთვის და სხვადასხვა ხალხისთვის, რომელიც შეიძლება არ იკვეთებოდეს ერთმანეთში და შეიძლება და სრულადაც იკვეთებოდეს. ასე რომ ვთქვათ რა. სხვადასხვა პროდუქტს თუ სხვადასხვა ხარისხის და დონის. არა, სხვადასხვა პროდუქტს რაც ნიშნავს ამ შემთხვევაში. მე რას ვფიქრობ რა, როგორ გეტყვი რა.
მაგალითად ეხლა ხო რკენას და Max Fight-ის გადაკვეთა ის არის, რომ საერთაშორისო ბრძოლა დამოუკიდებლად ქართველებისგან არის. რა? რომ უცხოელი შეხვდა რა და ისეც იმ დონეზეც, ანუ სოციალურ ქსელებში სანახაობრივი ისტორია იყო რა და მილიონობით ნახვა აგროვა რა უცხოელი შეხვდა. Max Fight-ზე მილიონზე მეტი ნახვა აქვს მაგ ბრძოლას და ანუ ძალიან დიდი აქტიურობა და ჩართულობა და მისი ისტორია აქვს დამოუკიდებლად ქართველი მებრძოლელებისგან და შეიძლება ქართველებმა მაგი არც იცოდეს. მაგრამ დამოუკიდებლად ქართველი მებრძოლისგან მისი ისტორია აქვს რა, ხო მაგალითად ყამოლოს და მუსტაფაევის ჩანიშნულ მეჩაპს ხო? მისი დამოუკიდებელი ისტორია აქვს. ასე ეს ბრძოლას არის რკენაზეც. იგივე ბიჭო, ეხა არ ბრძოლა. მითხრა, რომ უზბეკეთში იყო სტრიმინგი ლაივი ამ ევენტის. კი, იყო, რა თქმა უნდა, იყო და ძალიან დიდი ლაივი და ძალიან დიდი ყველგან სტრიმინგი იყო იყო და იმ უზბეკეთს ადგილის გარდა, სადაც მე ვარ, რა მგონი რა დავიტანჯე ხო, ბიჭო. ანუ ეხლა ორი უზბეკეთიდან ძალიან პოპულარული ბრძოლა როცა ასპარეზობს ამ ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, ლაივის არ გაშვება უზბეკეთში არის, ანუ Make sense. არასწორ. ანუ illegal streaming-ს ვიწევთ რა შევით, არა, უპასო ლაივი იყო, ყველა შეიძლება ყურება მთელი უზბეკეთს შეიძლება რომ ეთვარი უყურება და უგულშემატკივრონ მის მგონი მებრძოლებს რა. უფრო ბევრმა უზბეკმა უყურა ვიდრე ქართველმა, იმიტომ რომ ეგენი თან ბევრნი არიან, ხო მგონი? ხო, ახლა ბევრი არიან, ახლა ჩვენ ვართ ქართველების სლად 3 მილიონი და იმას მილიონი გამომწერი ყავს, ნაღამდა 1/3 საქართველოს გამომწერები ყავს, იმით ყველაზე ხარა და ახლა რა თქმა უნდა ეს არის და ქვია რა. უყურებ. კაი, შენ ხო თუ და ის გიყვარს ეგეთი კითხვები ძმაო, მე მაშინ კიდე დაგისვამ, აი მზად იყავი ოღონდ რა, მზად. ნამდვილ კითხვას გისმევთ, შენი აზრით დღესდღეობით არის თუ არა ყველაზე გამორჩეული ქართული MMA-ის ორგანიზაცია და გამოარჩევ თუ არა რომელიმეს უფრო მაღალ დონით. ხო, ანუ როგორი კითხვა არის მაგიცი უყურე? აჰა, აღარ მოგეწონა ხო real life-ში? არა, არ მომეწონა. პროდუქტებზე ვლაპარაკ. ხო და ისე რა ქვია. ანუ რა თქმა უნდა გამოირჩევიან, მაგრამ რა მიზნებს მიესახებიან. ყველაზე ხარა ჩვენ ახლა დავილაპარაკოთ ასეთ პროდუქტებზე როგორც მაგალითად ავიღოთ ამონაჭერის სამი პროდუქტი რა, რკენა, GFC, Max Fight. ავიღოთ ეს სამი ორგანიზაცია ავიღოთ, რომ უფრო მარტივი იყოს, უფრო მეტი არის. მაგრამ კონკრეტულად ამ სამზე ავიღოთ, ამ სამზე დავილაპარაკებთ, რადგანაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რა. შეგვიძლია ვთქვათ ბრჭყალებში, რომ რკენა არის წყალი, Max Fight არის ყავა და GFC არის Coca-Cola. თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ რკენა არის Coca-Cola, მაგალითად რაღაც წყალი და რაღაც მაგის მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის სხვადასხვა პროდუქტები, მიხდი? კი, ყველაფერი ილევა სამივე რა და ყველაფერი სამივე და ანუ სამივე შეიძლება შენ დალიო რა და რაღაც კიდე ღვინოც არის რა. და რაღაც კიდე იგი რა ქვია, კაპუჩინო არაღიც არის, მაგრამ შეიძლება სამი და ყველაფერი ვითომ შეიძლება დალიო, მაგრამ ეს რადიკალურად სხვა სამი პროდუქტი და სხვა მიზნებს ქვეშ მუშა, ასე რომ ვთქვა რა. რა თქმა უნდა, მთავარი წერტილი არის რომ ის რომ ბრძოლას ატარებენ, მაგრამ ეხლა ჩვენ არ ვთქვათ, რომ რკენა არის მხოლოდ ქართველი მაყურებლისთვის, ხო? ეს იქნება ტყუილი. რეალურად ხო რკენა არის მხოლოდ ქართველი მაყურებლისთვის, პლუს ეხლა დაამატენ რაღაც ორი ბრძოლა საერთაშორისო, მაგრამ რეალურად ქართული მაყურებლისთვის არის რკენა პლუს მისი როსტერი გაზარდოს, ასე რომ ვთქვათ რა. ანუ რკენა ვაფშე არც ვიცით რა არის. მარტო ერთი ღონისძიება ქონდა. ეხა მეორე იქნება. მაგრამ მეორე ღონისძიებიდან გამომდინარე, ანუ რა მეინ კარდი არის და რა ანდერ კარდი არის, ეს არის იმისთვის, რომ შენ ქართულმა მაყურებელმა მოხვიდეს სპორტის სასახლეში და დადნე, ხო, აზე ხარ რა. და ახლა შემდეგი გაჩერება იყო Max Fight-ზე. და მაშინ რატო თვლი რომ მარტო ქართველისთვის არის, როცა ესეთი მეტოქეები ჩამოყავთ, რომ თელ სოფლიოში ცნობილები არიან, პირიქით ჩემი აზრით, რა ეს ნიშნავს, რომ რკენა ვაფშე თელ სოფლიოსთვის შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეგეთი საერთაშორისო ორგანიზაცია არის, აბსოლუტურად უმაღლესი დონის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსში არის პირველი ღონისძიების შემდეგ. და ანუ პირველი ღონისძიების შემდეგ არის რომ მოიპოვა უმაღლესი მეორე ღონისძიების ანონსის შემდეგ მოიპოვა ჩემი თვალში მაგან უმაღლესი საერთაშორისო დონის ორგანიზაციის სტატუსი, რადგანაც ex-UFC-ს მებრძოლეები და ძალიან ცნობილი მებრძოლეები ბრძოლებენ რა, main და co-main event-ში რა. და ანუ მაგიდან გამომდინარე, ხო? დღეს ჩვენ ახლა რკენაზე რა თქმა უნდა რესერჩი რო გავაკეთოთ, ერთი 10 ღონისძიება მაინც უნდა გქონდეს, რომ გავიგოთ.
რა არის ზოგადად რკენა რა, მაგრამ იმიდან დავილაპარაკოთ, სხვა გადმოსახედიდან დავილაპარაკოთ, აბა დავით ლორთქიფანიძეს ჭირდება ბრძოლა ალექს ოლივერასთან, თუ ალექს ოლივერას ჭირდება დავით ლორთქიფანიძესთან. ალექს ოლივერას ფეხებზე კიდია რა აი ინტერესს ვინ არის კიდე დავით ლორთქიფანიძე. შეიძლება რატო იცი? ეხლა მე აი მართლა გეუბნები რა, კიდე შეიძლება რომ აი მართლა მაგას ჭირდება, იმიტომ რომ ეხლა UFC-ში ვეღარ არის ხო, აღარ არის ხო? ანუ გამოუშვეს ხო UFC-დან. მუშაობა ხო უნდა, ფული ხო უნდა? უყურე, მუშაობა უნდა 100%, მაგრამ მაგას ყოველთვის ეყოლება შემდეგი დავით ლორთქიფანიძე, რომელსაც შეაკლას თავი ოქტაგონში რა და დავით ლორთქიფანიძეს ალექს ოლივერა ყოველდღე არ შეუვარდება ხელში რა. ანუ ალექს ოლივერა როცა ხარ ხო შენ ძალიან ბევრი შემოთავაზება გაქვს undefeated რაღაცა კაცი ჭამიისგან ხოაზე ხარ რომელიც 10-15 წლებში მწოლებს სამთავროებს და ეხა უკვე ანუ ეხა მივხვდი რა სიცოცხლე ოღონდ ჩვენ გირდება ცოტა მაყურებს ვისჭირდება და იმისთვის არის საჭირო რომ ალექს ოლივერას ვინც იცნობს ხო სადიბრძოლა ალექს ოლივერამ თბილისში რა ორგანიზაციაში რკენაში ვისეშრობა დავით ლორთქიფანიძეს всё ეს პიროვნება ჩაბეჭდა თვისში ეს ქვეყანა ჩაბეჭდილია თვისში ეს ორგანიზაცია ჩაბეჭდილი არის თვისში მაყურებლის ზოგადი დიდი მაყურებლის ასე რომ ვთქვა რა ასევე აბრამიშვილის ბრძოლასაც ასე რომ ვთქვა მაგრამ ალექს ოლივერა და ლორთქიფანიძე უფრო კონკრეტული მაგალითი არის ამის რა მაგიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე მაგას ვამბობ, რომ ქართველი მაყურებლზე არის პირველ რიგში ორიენტირებული რკენა. და ქართველებისთვის არის რკენა ამ შემთხვევაში რა, ქართველი მაყურებლისთვის, ქართველებისთვის არის რკენა რა. მაგი ფაქტი იყო, ახლა მაგალითად, რო დავილაპარაკოთ მაქს ფაიძე, ხო? ბოლო მომენტებში შევეხოთ ასე რომ ვთქვათ რა. დავილაპარაკოთ მაქს ფაიძე. მაქს ფაიძმა ჩაატარა დამოუკიდებლად ქართველი მაყურებლის ინტერესის გარეშე. ქართული მაყურებლისთვის იყო მაგ ბოლქვაძე, ტორჩინავა, თუ ქართველიშვილი იყო, თუ ისე რა ქვია, სოზაშვილი იყო, ეს ქართული მაყურებლისთვის თუ პაპავა და ესეთი მებრძოლები. ესენი ქართული მაყურებლებისთვის იყო, მაგრამ ის იყო ბრძოლა, რომელიც ქართული მაყურებლებს ვაფშე არასოდეს არ აინტერესებს. მუსტაფაევის და ილკაშევის ბრძოლა ცხოვრებაში არ აინტერესებს ქართულ მაყურებელს. მაგრამ მოვიკითხოთ აზერბაიჯანელ და უზბეკ მაყურებელს ამ ხელაზე აინტერესებდა ამ იმის რა ქვია კამოლოვის ბრძოლა რამდენად აინტერესებდა უზბეკ მაყურებელს რა ჩვენ ახლა 100 წელი რო არ ჩატარებულიყო ჩაიტარებია კამოლოვს ბრძოლა არც გავეცოდინებოდა ვინ იყო ეს კამოლოვი მოკლედ ვთქვათ რა ამიდან გამომდინარე ხო მაქსფაიტი მიესაშე აქსფაიტმა უფრო სხვა ქვეყნისთვის გააკეთა ბრძოლა რა სხვა აუდიტორიისთვის სხვა ქვეყნისთვის სხვა გზით აცნობს საქართველოს აზიას ასე რომ ვთქვათ რა, იმედგანაც ახლა ვინც იბრძოდნენ ძალიან დიდი აუდიტორია აქვს მაგათ აზიაში რა და აზიაში ხო ეს მატჩი ჩანიშნული კამოლოვის და მუსტაფაევის შემდეგ იმეზე რომ არის აუ რაღაცა უყურებდა მილიონი ნახვები აქვს რეაქციებს რომ ეს ბრძოლა ჩანიშნულია და გაწევები იყო გამოწევები იყო და ჩვენებს რო კითხო ხვალ არც ემახსოვრება რა ამიტომ ზოგადად სხვადასხვა ბიზნეს მიესაბამება მეთქი მაგას გულისხმობ რა პირველ რიგში რა და მესამე წერტილი რა თქმა უნდა GFC რომელიც მიესაბამება ქართველი მებრძოლების გაზრდას ასე რომ ვთქვათ რა გამონაკლისი არის როცა რაული ებრძვის რაული იბრძოდა GFC-ში უბრალოდ ვთქვათ კამერის დაცვებს აკეთებდა და კამერის პოპულარობას აკეთებდა რადგან ქართველი მაყურებლისთვის იბრძოდა რა რეალურად რა იყო მომენტი რომ ქართველი მაყურებლისთვის იბრძოდა რაული თბილისში სპორტის სასახლეში თუ სხვა წერტილებში რა მაგრამ სხვა დანარჩენი GFC-ის ბრძოლები იმისთვის იყო რომ GFC-ს გაეზარდა ანუ დიდი ფუნდამენტი ჩაეყარა ქართული MMA-ის ასე რომ ვთქვათ რა ქართული პროფებზე რო დავილაპარაკოთ ქართული საპროფესიონალო MMA-ზე რაც გააკეთა ახლა ჩვენ რო ჩავხედოთ ლორთქიფანიძეს შაინიძეს და ბევრი სხვა ბიჭებს ხო ბევრი პირველი ბრძოლები აქვს ბევრი აბრამიშვილსაც აქვს პირველი ბრძოლები GFC-ში ჩატარებული ანუ ეს ცოდვა გიანეთ პროსტ სხვადასხვა მიზნებს მიესაბამებათ ეს ორგანიზაციები რა რა თქმა უნდა არის ახლა ერთ ორგანიზაციაში შენ გადაიგიხდიან დიდ ჰონორარს მეორე ორგანიზაციაში შენ მაგნეს ვერ გადაგიხდიან და ერთი ორგანიზაცია მიესაბამება იმას რომ შენ აუ შენ როგორი ბრეიქდაუნი გააკეთე იცი და მე როგორი კითხვა მქონდა იცი პერსონალურად რა და ვიცი რომ შეიძლება ეს კაი კითხვა არ იყო იმიტომ რომ ყველასთან გაქვს ახლა ურთიერთობა და მართლა საქართველოს არის და რაღაც უხერხულ რაღაც კითხვად გამოვიდა მაგრამ ეგრე არ მიგულისხმია რა ანუ რავი ანუ არის თუ არა რაღაც ხარისხით რომელიღაცა უფრო ანუ იმას გულისხმობ რა თვითონ რა თქმა უნდა ხარისხში განსხვავება იქნება ყოველთვის უნდა დავიმახსოვროთ ეს რადგანაც ხარისხი პირდაპირ დაკავშირებულია ფინანსებთან
მაგაზე ვილაპარაკოთ მინდა და კრიუსთან, ანუ კრიუ კომანდა გუნდთან რა. აი, შენ ახლა რომ დავილაპარაკოთ კენაზე, ხო? ეს არის კინაღამ და კორპორაცია მუშაობს კენაზე რა. დიდი კომპანია სეტანდა, რომელიც უამრავ ქვეყანაში არის, მაგის პროდაქშენით არის დაკავებული. დიდი მაგარი გამოცდილი საერთაშორისო матчмейკერი და მენეჯერი არის უჩა კვერნაძე, რომელიც არის დაკავებული матчмейკინგით და ზოგადად ანუ სტაფის დამუშავებით და ანუ ძალიან ბევრი არიან, ძალიან კარგი და ჯანსაღი დაფინანსება, აი ძალიან მაგარი გუნდი არიან და ძალიან კარგი მედია მხარდაჭერა აქვს და ფინანსური მხარდაჭერასთან შეფარდებაში. ამიდან გამომდინარე ხარისხი რა თქმა უნდა არის გადაღების ხარისხიც არის უდიდესი რადგან სატელევიზიო გამოცდილება ხო კენას გუნდს იმაზე დიდი აქვს ვიდრე რამე სხვა ორგანიზაცია საქართველოში ან ამიერკავკასიაში აზიაში თუ სანამ ირგვლივ რეგიონებში ავიღოთ ხო ეხლა ავიღოთ კენის გადაღება და ავიღოთ ACA-ის გადაღება ხო ახლა ვიდრე რუსული ორგანიზაცია არის აი უდიდესი ისტორიით და ძალიან ბევრი ღონისძიებები აქვს ჩატარებული და რეალურად დომინანტია ტიპი რა ანუ რუსული ბაზრობის და აზიური ბაზრობის და მე გეუბნებით რომ კენას გადაღება ჯობნის ACA-ის გადაღებას რა და რეიტინგებითაც არ ჩამორჩება რაღაც მომენტში. ამიდან გამომდინარე ანუ ეს არის ახლა ქირიარასაც ლაპარაკეთებს როგორც იმან თქვა რა ქვია ბუჩო და მაესტრო იყვნენ ერთად პოდკასტში და მაესტრო თქვა ჩვენ ვართ სტარტაპიო რა და თქვენ ხართ კორპორაციაო და ანუ მაგის ეს მომენტი არის რომ ახლა მაქსვაიდი სტარტაპი არის ხო ზეხა რა ანუ რაღაცას მე ვეხმარები ქირიას გააკეთო რაღაცაზე თვითონ დარბის რაღაცებს აწყობს ოქტაგონს მისი ხელით აწყობს ტიპი წარმოიდგინე ახლა პრეზიდენტი ორგანიზაციის მიდის და ოქტაგონს ან სპორტის სასახლეში მისი ხელით დგას აწყობს და იმაში ანუ მთლიანი სასტავი ყველა იყო წასული მაქსვაიძე, ხო? ო, ქირიას სასტავი? თუ რა ზაბო? არა, ანუ სეტანტა, რავი და სხვა ორგანიზაციების მაგალითად. კი, რა თქმა უნდა, სხვა ორგანიზაციების GFC-ის პრეზიდენტიც მაგ იყო, კენას პრეზიდენტიც მაგ იყო, ყველა მან იყო, ანუ ჩვენ ზოგადად ხო არ ანუ ეგ აი არის რა, ანუ ეგ აი არის, ხო, ანუ კი, არანაირ თქმა უნდა, არანაირი კომუნიკაციული პრობლემა მე არ გამაჩნია არავისთან, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი რა დონეზე შეიძლება გააშლეს. ხო და ეგეთი რაღაც ამერიკაში ახო არ ხდება ახლა რა. ამერიკა სადა? აი ბელატორის ის რომ წასულიყო UFC-ის იმაზე ხოვაზე ხარ, ხო 100 წელი არ იქნებოდა რა. ხო? არა, ჩვენ ახლა სადა ამერიკა და სადა ის რა ქვია, ხო დღეს საქართველოს ახლა განსხვავება რა ქვია საქართველოში და ამერიკაში ძალიან დიდია რაოდენობის რო ვილაპარაკობთ რა. ამიტომ ანუ ძალიან ჩვენ ისეთ ძალიან ცოტა ხალხი ვართ რა ვართ და ერთი ძალიან ცოტა ვართ ქართველები რა ზოგადად ერთი მასე აუში ვანაობთ რა ამერიკელები არიან ჩვენაც 3 მილიონი და ამერიკელები 350 მილიონი ეს არის აი შეიძლება არ არის მოკლედ რო ვთქვა რა თქმა უნდა და MMA-ში ქართულ MMA-ში რამდენი ადამიანია თლა 100 ადამიანი თუ ვართ ან 200 ყველაზე კარგი შემთხვევაში ვარ და იქიდან ნახევარი იმზის ნახევარი რაცხას აწყობს ოქტაგონს და ასე შემდეგ რა. ანუ შენ თუ გონია რომ ინდონეზე ვართ ახლა რომ ყოველ თვე იყოს შერეული ოფთაბძოლების ღონისძიება. კი, დიდი ვერ გეტყვი. ანუ დიდი იმიტომ რომ აი სუბიექტიური მომენტია რას დაუძახებ ჩვენ დიდ სხვაზე ხარ რა. კენას უძახებთ მაგალითად კენა 2 ძალიან დიდი ივენტია რომელიც არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში მართლა დიდი ივენტი. მიხდი ანუ ჩვენ მაგას უძახით მაგ ივენტს თუ მაქსვაიძე უძახეთ მაგ ივენტს ანუ რას უძახით. მიხდი ამ შემთხვევაში კითხვა არისა და ჩვენ თუ უძახით ახლა კენა 2-ის ფაქტი ვერ იქნება ფაქტიურად რა იქნება 5 თვეში ერთხელ 4 თვეში ერთხელ იქნება ესეთი ღონისძიება შეიძლება 3 თვეში ერთხელ და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა ისეთ ღონისძიებაზე რომელიც იქნება შემდეგი მაქსვაიდი ძალიან ახლო არის რომ 2 თვეში ერთხელ როგორც მინიმუმ ძალიან დიდი ღონისძიება იყოს საქართველოში დიდი თუ არა რა რა რას უწოდებთ თავარიად ჩვენ ხო ეს პირველ რიგში მნიშვნელობას რას უწოდებთ დიდს ამ შემთხვევაში რა თუ ჩვენ ვთვლით რომ დიდი არის მაგალითად რაღაც ბრძოლა კონკრეტულად კი მაშინ ყოველ თვე იქნება რაც მაგალითად რაზეც მე მაგალითად დიდი სიმპათია გამაჩნია გამას მიმართ ხო რომ ძალიან ბევრ ღონისძიებებს ატარებენ რა კინაღამ და ყველა ჩეკდები კრეპლინგი მუშტი კრივი რაღაცა და ნახევრად კრივი რაღაცა ის ისტორიები სულ ატარებენ აი სულ რაღაცა ჩალიში არიან რა და ეს აქტიურობა მე ვასება თან აი სტარტაპის აქტიურობაა და ვიცი როგორ მაგათი ფინანსების საქმე და ძალიან მაგარია მაგრამ ისწორდება მაგ ისტორია რა
რომ ასე აქვთ მაგათ. ხო რა ანუ ხო მესმის რომ რა თქმა უნდა შორს ვართ ახლა ამერიკა რო არა ვართ მაგრამ მაინტერესებდა რა ანუ არა, პატარა ქვეყანა ვართ რა, შედარებით ხო ჩვენ ასეც ვაკეთებთ, ეს არის გმირობა, გმირული მიღწევა არის, ასეც ვაკეთებ და მე სოზასთანაც მაქვს პოდკასტზე ვარ ნამყოფი სოზასთანაც და მაქვს ნათქვამი რომ ანუ ზოგადად ხო დიდი მადლობა მინდა განუცხადო ყველა ადამიანს ვინც არის ფუნქციონერი ქართული შერეული ორთაბრძოლებში ისეთია თუ ასეთია მოგწევს თუ არა მჟავეა თუ არა ამჟავე იმიტომ რომ რადგან ხო მაგენი ქმნიან იქ სადაც ანუ რეალურად ხო აი 3 მილიონში რაის ხუთი ორგანიზაცია ხوازე ხარ რომელიც ერთმანეთში კონკურირებენ რაზე არის საუბარი თელ რუსეთს არ აქვს მაგდენი ხუთი ორგანიზაცია რომელიც ერთმანეთში კონკურირებენ და რაღაც ისტორიები ხდება და სიტუაციები ხდება მაგიტა გავაძლიეროს მოთრა და კიდე მეექვსე ორგანიზაცია ჩამოყალიბენ და ანუ რაის ხუთი ორგანიზაცია სულ მოძრაობები არის ერთმანეთში და ანუ ხوازე ხარ სულ რაღაც ერთი მეორეში მესამე მეოთხეში და სულ სოცხალი არის ეს აუზი ასე რომ ვთქვა რა ამ შემთხვევაში თან ლაპარაკობთ იმაზე, რომ კადრები ძალიან ცოტა არის ქართული შერეულ საბრძოლებში რეალურად რა სავარცხლოვო კადრები და ცნობადი კადრები რა. მაგრამ ყველაფერი გადაკვეთილია. მაშინ 100%. მოვა დრო რომ ესე მგონია რომ ქართული ორგანიზაცია იქნება UFC Fight Pass-ზე რა. და იქნება ძალიან ხო, მაგით რო მეკითხოთ, რომ ძალიან ახლოს არის და მე მაქვს რაღაც ინსაიდები, რომ ანუ რაღაც ძალიან დიდი ინსაიდები მაქვს მაგის შესახებ, რომ არის ეს ისტორია რა. ო არ მოვიგონე მე ანუ არ მოვიგონე მე შენ ხო არ გითქვია ეს ჩემთვის არაფერი ეგეთი არა მე ვიცი ზუსტად რა ჯერანა რო იქნება და ეგ არის ყველაზე მაგარი ხიდი რა ხოაზე ხარ როცა ნუ დაახლოებით ახლა იმის იმაში შედიხარ რა იმის კოლგის ქვეშ შედიხარ ეგრე გამოდის ხოაზე ხარ რა თქმა უნდა რა თქმა უნდა შევიდე ზოგადად სადაც აი არის როგორ თქვა უკომპრომისო უხეში მაგრამ რა თქმა უნდა ასე რომ ჯანსაღი კონკურენცია მაგრამ უკომპრომისო და აი პირდაპირ და რბილი მოძრაობების გარეშე კონკურენცია ხო იქ ზრდა ძალიან დიდი არის რადგან ხო ყველაფერი აგებული არის რაღაცა სპონსორ მიდგომებებზე და ფინანსებზე არის აგებული და როცა მაყურებელი ხედავს რომ ხალხი როცა ხედავს კომპანიების სპონსორები როცა ხედავენ ნუ ეს ისტორია მაგარი დიდ ყურადღებას იწვევს ხო ყველა ბრენდს რომელიც ჯანსაღ რაღაცასთან ასოცირებს მის თავს ხო უნდა იყოს ნაწილი ამ რა ქვია ამ ისტორიის რა სადაც არის ყველა თვალი მიახლოებული დღესდღეობით რა მაგიტომ ანუ ძალიან მაგარია ეს კონკურენცია რო არის რა თქმა უნდა პირველი მარტო ესე უნდა იყოს და სხვადასხვა არ შეიძლება რო იყოს რა და მაგასაც მის შედეგები ძალიან მაგრამ მოაქვს ანუ რეალურად ხო დღეს ქართული MMA ცოცხლობს ამასაც შეიძლება თქვა რა ყველანაირი მისი განსახილებით გინდ ფრიკ MMA იყოს გინდ აი სუპერ მეჩაპები იყოს როგორც ახლა ლორდ კიფანიძეს და ავრამიშვილის ბრძოლა რა სუპერ კონკურენტუნარიანი ასევე იქნება რა ფრიკიც არის და ტრეშ ტოკებიც არის და ბინძური მუშაობებიც არის და ასევე ის არის რა ბინძური ან ტრეშ ტოკინგის გულისხმობ და რაცა ისეთი ყველაზე ხარაცა და ცოტა ნაკოქილი მოძრაობა მოდი შევეხოთ ბოლო ღონისძიებას UFC-ს მექსიკოს რა და აი ეს კავანა ძალიან მაგარი სანახაობრივი მებრძოლი არის რა. კი. სუპერ სანახაობრივი მებრძოლია კავანა. მაგრამ კავანას თავი რო გავანებოთ, ხო? კავანა გავიგეთ რომ არის პროსპექტი, რომელიც რეალურად 25 წუთი მანქანა რა. ძალიან მაგარი მოძრაობა. როცა overpay-ში არ გადადის, ყველაფერი მის ხელში არის თან და თქმა უნდა რა, რაც დაიმართა მაგას ახალი საქმე უკან ღონისძიებაზე რომ ნოკდაუნში დაეცა, ხო? რაც მასეთ რაღაცა თუ არ დაემართება და ყოველთვის წინ იქნება. მაგრამ მე მინდა დავილაპარაკო სხვა ტიპზე რა. Bobby King Green. რა პერფორმანსი გააკეთა. ანუ ტიპი 2008 წლიდან პროფესიონალური MMA-ის მებრძოლი არის. ანუ ფაქტიურად 18 წელი ადამიანის პროფესიონალური მებრძოლი რა. ანუ და ისეთი მაგარი ბრძოლა ჩაატარა. თან ძალიან მაგარ მეტოქესთან რა. უკანა კაი თუ 9-1 დაამართა და სპლიტით მოუგო და კარგად ახლო ბრძოლა იყო და ძლიერი ბრძოლა იყო.
ეს ტიპი მაგას ვიცო, კი იყო ორი წაგების სერიაზე, მაგრამ ძალიან ლეგიტიმური მებრძოლი იყო და ანუ ძალიან ისეთი მებრძოლი, ძალიან ისეთი ან და თვითონ ბობი გრინმა რაც გააკეთა ბრძოლაში მაგ ხო, რომ გდებებს აკეთებდა, კონტროლები ქონდა, კონტრშეტევები ქონდა და რაღაცა უმაგრესი მოძრაობები ქონდა და თიქები და ამთავრა მე რა თქმა უნდა და დაფინიშა იტოქში რა. აი რაღაცა მე ბობი გრინის გამორჩევა მინდა და იმენა ამ ღონისძიებაზე როგორც გამორჩეული მებრძოლი ჩემი თვალსაზრისით. დავითო დევიდ მარტინეზესაც ლაპარაკობდნენ, მაგრამ დევიდ მარტინეზმა ადგილა გაიარა, ჩიტოვერა ერგანშიტო რაღაცა ვის თავი არ იყო უფრო და ვინახე ყველაზე ხარა რისკებს არ აკეთებდა, მაგრამ ბობი გრინმა რაც გააკეთა მე უყურებდი, ვაუ. იმიტომ ბობი გრინისგან ველოდებით რაღაც ისეთი ბრძოლასაც ჩაატარა მაგან ბობი მახაჩევისა გრინს აქ იმდენი მართლა ხუჩა გაკეთებული, რომ არასდროს არ უნდა და გამოთვალო რა, იცი რომ ბობი გრინს აქ ისეთი დარტყმა აქვს, რომ ისეთი ხელები აქვს ბობის, რომ აი ყოველთვის შეუძლია რომ ნოკაუტში გაგიშვას რა, ეგ ელემენტი ყოველთვის აქვს, რომ შეიძლება რომ არა ეს ლაკი პანჩი არ იყო, ეს მამასაც შეიძლება არა, ლაკი არა, მაგარი ხელები აქვს რა, ძალიან მაგარი ხელები აქვს და რამდენ შეუძლია ეგრე ბრძოლა, ხო? ხუით შენ შეგიძლია, ან რამდენს იცნობ, რომ არა, ეგრეთი სტილი ბრძოლა რა. 2008 წლიდან დღემდე ტოპში იბრძოლა, ასე რომ ვთქვათ რა. თან მაურისიო რუფი, პედი პილბლედი, ჯელ ტარნერი, დრუ დობერი, მისლავ მახაჩევი, აი ის სახელები ვისთან აქვს მაგას წარწაგებები, რაფაელი ფიზიევი, ტიაგო მოზესი და ძალიან სანახაობრივი არის ბობი გრინი რა, ძალიან სანახაობრივი, აი ხელები რო ესე აქვს და თან რო ბლატაობს ჩხუბში და თავი და სულ ისინი რო აქვს რა, აკვე ჯესჩერ როგორ არის, ჯესჩერები რა. ანუ ვიცი ჯესტები რო აქვს სულ თან ბაზრობს სულ და აი ელასტიურადაც ძალიან სანახაობრივი მასტია, მაგრამ ყველაზე განსხვავებული და ის არის რომ როგორ ჯერა თავის რომ ხელები სულ რო ქვემოთა აქვს რა. ყველაზე ხარ ეგ არის. არა, ეს სტილი არ მოიწოს, მაგირო რომ კონტრშეტევაზე აიყოლოს და ხო, კი, მაგრამ გიდგება რა, სახეში გიდგება და ხელები ქვემოთა აქვს და ეგ მოგარტყამს პირიქით რა. ანუ ეგ ხო ძალიან გამორჩეული არის. ეგ გონი კრივი სტილი არის ეგეთი ხო, ხელებით ქვემოთ ბრძოლა და რაღაც ხო? კი რა, ეს სუპერ კრივი სტილიც არა, მაგრამ ანუ მისი სტილია, ბობი გრინის სტილია და მე მინდოდა რომ პროსტა ევრო გამომერჩია. უბრალოდ მინდოდა რომ ბობი გრინი გამომერჩია, რადგანაც აი ბობი გრინს წაიყვანენ White House-ში, აი დამიჯერეთ ვა. ბობი გრინი არის გო. რა თქმა უნდა, უმაგრესი პიროვნება პირველ რიგში, რაც მაინტერესებს მაყურებელს, რაც ვაპარაკობდით ჩვენ შენ უკანა პოდკასტებზე. უმაგრესი პიროვნება არის, ტიპი ვეტერანია. ანუ ბოლო ბრძოლებიდან გამომდინარე, ხო, რადგანაც როგორ დაამთავრა მაგან მაურისიო რუფისთან და პედი პიმბლეტთან ბრძოლა, ხო, მეგონა აი უკვე ჩამოიწერა ხო აზე ხარა და ფულს აკეთებს და ანუ მობეზდა და პახ, ეს ორი გამარჯვებაზე დიზე და ძალიან მაგარი იყო რა. რაც მომეწონა რეალური ჰაილაიტი რაც იყო ჩემი თვალსაზრისით. უკანა ღონისძიებაზე რა, რა თქმა უნდა ჩვენ ახლა სხვა პროსპექტებზე რომ დევიდ მარტინეს და კავანა მაგაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ მაგენი დღეს ჰაიბზე არიან, ასე რომ ვთქვა და ბობი გრინი არიან 15 წლის უკან რა. დღეს არიან მაგენი. მაგრამ ეს ვეტერანი დავიწყოთ, ამიტომ ეს ვეტერანი ძალიან ღირსეული არის, დიდი ყურადღების რა. და ნუ ახლა flyweight-ის სიტუაცია ძალიან საინტერესო გახდა რა, უფრო და უფრო ინტერესი იმატებს ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ აი ვინ არის ახლა, ვის შეუძლია რომ თქვას რომ ამ გამარჯვების შემდეგ კავანა არ არის ერთ-ერთი ვინც შეიძლება გაიწიოს ქამარზე რა. მე ეგრო დაივიწყო მანელ კაპი ხო არის ერთ-ერთი ქამარზე რო გაიწიოს. მე თვითონ ჩემპიონი რომელიც იყო ანტოჟა ვინ თქვას ეხა რომ არ შეუძლია და ეგ არ უნდა იყოს შემდეგი ხო აი ნუ რო არ ავიღოთ კიდე ორი იაპონელი რა აცურო ტაირა და ხორაგუში ხო რა ქვია მაგას ხო ვიცი ძალიან ისეთი არის მაგრამ ძალიან საინტერესო არის flyweight-ში რაც ხდება და flyweight-ი ძალიან საინტერესო გახდა სხვათა შორის რა დიმიტრიუსის პერიოდში აი როგორი დიმიტრიუსი რომ წარწასული იყო ხო ძალიან მაგრად დამთავრდებოდა ისტორია რადგანაც ხო დიმიტრიუსაც მოუგებდნენ იმიტომ რომ ძალიან well rounded-ები არიან და დიმიტრიუსი ბერდებოდა უკვე რა შეიძლება შეგვესწროებას რომ დიმიტრიუსის დამერებას ასე რომ ვთქვათ რა ბიჭო ჩემი აზრით რა აი არ ვიცი რატო ბევრი
ფიქრობს, რომ პირიქით bantamweight-ი უფრო საინტერესო გახდა ეხლა, უფრო გაიხსნა რა ხან მერაბია, იმიტომ რომ მერაბი ისეთი დომინანტი იყო, ხო, ასე ხარ, რომ აუ მერაბი ჩემპიონია, დაივიწყეთ, ხო, ბიჭებო და ეხლა რომ ქამარი აღარ აქვს, უფრო აირია, ვითომ რაღაც ვარიანტები გამოვიდა რა, სხვადასხვა ბრძოლების, მაგრამ რაღაცნაირად უფრო ნაკლები ინტერესი არის დღესდღეობით ჩემი აზრით, ჩემში რა, bantamweight-ზე რა დაკავშირებით. featherweight-მაც დაკარგა ჩემი აზრით ის რაღაც ინტერესი, რაც უფრო ქონდა. lightweight-მა მოიმატა. კი, welterweight-მა ხო ვაფშე გახია. და welterweight-მა მოიმატა ძალიან, ხო? დიახ, კი, აბსოლუტურად რა. ანუ ყველა წონათა კატეგორიას რა თქმა უნდა აქვს მისი სავარცხლოვანი მომენტები და მე იმასთან შედარებით ვლაპარაკობ ჩვენ ზოგადად, ხო, იმასთან შეფარდებაში ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა რა. ეხა სანამ ვოლკანოვსკი არის, შენ ახლა ფიქრობ ეხა ანუ ერთი მეჩაპი არსებობს ვოლკანოვსკის წინააღმდეგო, ეს არის რა ქვია ინგლისელს დამოვიდა შემახსენე. ალენი? ვოლკანოვსკი ინგლისელი? ევლოევს ეჭვება. ეხლა რა ალენი, კაცო, ისიც ინგლისელი არის, ხო? ეგ არის Murphy, Lerone Murphy, ხო? ხო. ანუ ეხლა ერთი მეჩაპი დარჩა იმაში, რა ქვია, 66-ში ან featherweight-ში, რომ Murphy-ს და ევლოევის გამარჯვებული რა. მეტი საინტერესო ბრძოლა არ არის ფაქტიურად აი დარჩენილი, რაც არ უნდა გააკეთო. ანუ რა, რეალურად ვოლკანოვსკი ხო ცოტა უნდა აიღოს შესვენება, რადგან მაგ ბრძოლის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს და მეტი აზრი არ აქვს არც ერთ ბრძოლას დღესდღეობით featherweight-ში, მაგას გულისხმობ რა. რა თქმა უნდა, ვინც მოიგებს, ევლოევი მოიგებს თუ მერფი მოიგებს, მაგიდან შემდეგ ის იქნება რა ქვია რა. მაგის გამარჯვებული ხდება ვოლკანოვსკის, თუ მოუგო ვოლკანოვსკის, რა თქმა უნდა, იბადება ახალი ეპოქა. სადაც უკვე ახალი მეჩაპები არის და რევანშებიც არის და ბევრი ბრძოლები არის და თუ კიდე ვოლკმა მოიგო დატოვოს ხეთლათმანები და დაანგრიოს დივიზიონი მოკლედ რა თქვა ერთ-ერთი უძლიერესი დივიზიონი დაანგრიოს უნდა დღესდღეობით რა ბენთამვეიჩი უბრალოდ ახალი კითხვები გაიჩნდა რა ასე რომ რა რადგან პეტრიანის და ომალის რევანში და ეს შემდეგ რა და მერაბის და ომალის რევანში თორე ხა რეალურად ხო ეს დიდი მეჩაპები 61-ში ასასეოს ახლა უმარ ნურმაგომედოვი რომ უკან არის გადადობილი 1-3 წელი გამართა ტიტულს ვერ დაინახავს ხო მაგაზე არც კითხვას არ გააჩნია არავის რა მოკლედ რა ადეგა ჯერად ვთქვა რა თქმა უნდა რაც მეტი ახალი და ბევრი სახე არის რომელიც არის კითხვის ქვეშ ზოგადად რა ქმნის ახლა ინტერეს რა ინტერეს ქმნის კითხვა რომ ჩვენ რაღაც არ დაგვინახია და გვინდა და გაინტერესებს დაინახო და ჩვენ მაგის ირგვლივ გვაქვს დავა ასე რომ ვთქვა რა რომ არა ეს კავანა იქნება მაგარი არა ეს იქნება ეს პანტოჟა დაბრუნდება ყველას მაგას მისადგილას და მოაჯენს იმას გაუმართლა ვითო რა ჯოშუა მეეს ამოვე არ გაუმართლა ისიც განახავდა პანტოჟასთან ეს ქმნის ზოგადად სიცოცხლე სისხლს და აქედან მანელ კაპეო კათიშავს ყველას და რაღაც ესეთი ბაზრები ქმნის სისხლსაძრებს ზოგადად რა ახლა და ინტერესაზრებს და ეხსაზრებს რა რომ არის რაზე ვიდაოთ მიხდი მე ანუ ეხა 66-ში featherweight-ში ფაქტურად უდაოდ არის ვოლკანოვსკი რომელსაც აქვს ერთი მეჩაპი დარჩენილი მთელ წონათა კატეგორიაში რომ დახუროს რა და მაგიდან გავიდა თორე ხა 77-ში იგივე ისტორია არის რა არის იანგერი არის რა ქვია მაილს მორალესი არის მახაჩევი მისი არის კარლოს პრატესი ანუ ბევრი სადაო ისტორია არის რა სანამ ეს ოქტაგონი არ დაიკეტება ჩვენ ვერ გიგებთ მაგ სადაო ისტორიის შედეგს ესე რომ რა უნდა ხო საინტერესოა რა მაგით ცოცხლობენ რა მაგაზე არის საუბარი რა სრულად მაგით ცოცხლობენ რა აი დივიზიონის ცვლილებები ხოლმე ძალიან ისეთი არის რა ხო ამინდისავით არის რა მართლა რა ძალიან შეიძლება ერთი ბრძოლის შემდეგ შეიცვალოს რა თითქოს რაღაც ეხლა რომ ალექს პერერა რო აბსოლუტური ისტორია არის UFC-ში კიდე დადებითი მაგიდან გამომდინარე რომ კიდე მძიმე ზონაში არის და თან რაც არის საკაიფო ალექს პერერას შემთხვევაში ხო მაგას ის სკილ სეტი აქვს და ის გაბარიტები აქვს რომ მძიმე ზონაში იასპარეზოს სტანდარტებით რა უმაღლეს ლეველს რო რეალურად ახალ light heavyweight-ში ვისლა ვაჭყობ ალექს პერერას რო იყოს ანუ მაღალი დონის საინტერესო ბრძოლა საინტერესო ბრძოლა რო იყოს მაღალი დონის თავი გავანებ რა თქმა უნდა ყველა ბრძოლა მაღალი დონის საინტერესო რო იყოს რა
ისტორია რო იყოს. არ არის ნამდვილი ბრძოლა არ დარჩა რა. რეალურად AliExpress ვაი ძალიან მაგარი სამენეჯმენტო გადაწყვეტილება მიიღენ, რომ heavyweight ჩადიან და პირველი და ყველა რეაქცია დღეს ჩემი რა იყო, იცი? რომ ყველა დღეს იბრძვის მაგაზე ჯონ რომ ჯონსი იცხოვრა. გადაულის. აი ეგ პირველი რო გავიგე რომ აი რომ დავიჯერო თითქოს რომ ეს ბრძოლა ტარტება, აი ეგრევე ეჭვიან მქონდა რა, რომ აი ჩემ თავში ვითომ რომ ჯონ ჯონსი ანუ დომინანტი არის ამ იმაში, მაგრამ ვიცი რომ ეგ შეიძლება არ იყოს ეგრე რა, იმიტომ რომ ანუ ის პერერა რო ნახეთ რა ბოლოს იმასთან ანკლაიევთან ხო. აი მონადირე ხო ასე ხარ ხო, ჯუნგლები ანუ ნამდვილი AliExpress პერეირა ვნახეთ რა. ხო ხო, აი ძამი ეგეთი რა. ძმაო მე რა დიდი ფავორიტი მგონია ჯონ ჯონსი რა და ანუ შენი თვალსაზრისით რა თუ შეგიძლია ერთი ორი სიტყვა ამაზე რა ფავორიტი ვინმე ხო, ანუ გაჩნია იმანოს დაუბრუნდეთ რომ ჯონსმა დაანონსა კიდე კამბექი და რაღაც მოლაპარაკებები მაქვს დღეს UFC-სთან მოთხოვნით რა და მაგიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ჯონსი ალექს პერეირა სუპერ ბრძოლა არის და ან მეც მაშინ ფავორიტი ჭიდაობის ნიადაგზე მაგრამ არ დაკავიცილოს რომ პანჩერის შანსი ყოველთვის აქვს ალექს პერეირას და ჯონსმა როდესღაც ხო უნდა წააგოს მოკლედ რო თქვა რაღაც შანსები ხო არსებობს და ყოველთვის ხო არ გადარჩება ხო აზე ხარა და ანუ ეს საინტერესო მაჩაპი იმიტომ არის რომ ალექს აქვს ის დარტყმები შეიძლება მაგან ჯონსი გააჩეროს და ჯონსი იმ აზარტში შეიძლება არ იყოს რომ პირდაპირ აიღოს და იჭიდაოს მაგალითად რა ჩემი აზრით რა თქმა უნდა ჯონსი ფავორიტი არის იმიტომ რომ ჯონ ჯონსი არის ბოლოს და ბოლოს და სხვა არავინ რა მაგრამ ხო და ანუ ეს ენთუზიაზმი მაგან დაკარგა იმიტომ რომ აი ყველას გადაუარა და ესეთი საინტერესო მეტოქეები აღარ ყავდა მაშინ light heavyweight-ში ხო გახსოვს რა ხო რა და ანუ თუნდაც გამოიყურებოდა მისი ბრძოლები მაგიდან გამომდინარე რომ ენთუზიაზმი დაკარგა მაგან და ზუსტად ხო მაგრამ ეხა მე მგონია რომ წესით ალექს პერერა გააღვიძებს და გაახსენებს კი ანუ ეხლა რომ ჯონსი დღეს რო შენაჩხუბ ოქტაგონზე ან ძალიან დიდი ფული უნდა გადაუხადო რაღაც კოსმოსური რა რეკორდული რა ან რაღაცა ინტრიგა უნდა მის ხოზე ხარ რომ მის საშუალება რომ ისტორია დაწეროს რა მეტი არაფერი არ აინტერესებს მაგან და მისი ინიციატივაც იყო რომ ალექს პერერასთან ჩხუბი ჩაეტარებია მაგას ჩემი აზრით რა ვიცი აბა ნაკლებად გონია რომ ეს 5 რაუნდი და გადაწყვეტილებით მორჩეს ეს ბრძოლა რა არა ხო არა აუცილებელი მე ვფიქრობ ხო ეს გარანტირებული ფინიშია ჯერ ერთი რადგან არც ჯონსი რა თქმა უნდა არის კარდიო ათლეტი მაგრამ ალექს პერერა არ არის მე ვწოდებ რომ სევასება გადაწყვეტილება მისვა რა და მის ბოლო წამამდე ეძებს ფინიშებს და ამიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ეს იქნება ფინიში თუ იქ თუ შედგება ეს ბრძოლა და იქნება ანუ ესეთი ფინიში რომ იმას იზამს აქვე რა სავარაუდოდ მის ჯონსის ჭიდაობა კიდევ ერთხელ იმას იზამს რა გადამწყვეტ როლს თამაშობს ხო და ეს არის ალბათ ჯონსის ბოლო ბრძოლა იქნება რა და სხვათა შორის რა ესე მგონია რომ პერერას აქვს მაინც დარჩენილი რა და ესე მგონია რომ სულს კიდე ბრძოლა რა სულს იგი 100% პერერას დარჩენილი რესურსი და ბრძოლა სულს კი არა სულს ისტორია დაწეროს და აქვს ან რეალური შიმშილი რა რადგანაც მაგას შოუზე ისტორია დაწეროს და გახდეს სამწონაში ჩემპიონი და შენი აზრით ეს გამოდის რომ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის შანსი აქვს ყველა დროის საუკეთესოს ვერ მოიპოვებს მაგრამ რაღაც ისტორიას მოიპოვებს ну ისტორიას იმპონჩი ხო ხვით რომ სამი კამარი პირველი კაცი არის რომ სხვა დივიზიონის კამარი ქონდეს ხო რა ყველა დროის საუკეთესო მე მგონი მაინც ჯონს ახლა მიღწევებით ვერ აჯობებს რადგანაც აქვს რაღაც დაუხურავი მარცხებიც აქვს პერერას და ასე შემდეგ რა მაგრამ ну факти არის რომ ისტორიას დაწერს როგორც კონორ მაგრეგორმა დაწერა პირველად რო იყო დაბლ ორი წონის ჩემპიონი ერთდროულად ხო მაგ პონჩი შეუძლია დაწეროს რა მაგ სიტუაციაში შეუძლია დაწეროს იგივე მსგავსი ისტორია და რა თქმა უნდა ჩვენ თუ ჩვენ არასოდეს არ ვიტყვით რომ კონორ მაგრეგორი იყო საუკეთესო მებრძოლი წოდები გოუთი იყო და ასე შემდეგ რა მაგრამ იყო რაღაც ის ადამიანი რომელმაც რაღაც ახალი ეპოქა გახსნა ახალი კარები გახსნა და ანუ ან მაგიან თოფურია იქნება პირველი ტრიპლ ვეით ჩემპიონი რა ტრიპლ ჩემპიონი ну ჯერ არ ვიცით ეს ყველაფერი სპეკულაცია არის მაინც რახან არ არის დანიშნული რა მაგრამ საინტერესო არის და მაგიტომ შევეხეთ რა და დღესდღეობით ისე გამოიყურება სიტუაცია რომ ალბათ ეგ იქნება მთავარი ბრძოლა რა და მაგიტომაც შევეხეთ ხა ამას რა თქმა უნდა მაგრამ
შემდეგ კვირას ხვიჩარი ძალიან მაგარი სანახაობრივი ბრძოლა უნდა იყოს ეს. უძლიერესი ბრძოლა. სანახაობრივი ივენტი არის. ხო. რაღაცა სწავლი ივენტი. ხო, ნუ თლიანი კარდიც არ არის ცუდი მგონი რა, მაგრამ მოდი რა, რახან ბევრი დრო აღარა გვაქვს რა და მალე მოვიდა, ანუ ეს ღონისძიება UFC-ს კიდევ ერთი და მთავარი ბრძოლა BMF-ი, ჩარლზ ოლივერა და მაქს ჰოლოვეი და ძალიან დიდი ხნის წინ შეხვდნენ ერთმანეთს, ხო ეგენი 2015 წელი იყო მგონი და სხვათა შორის მე არც მახსოვს რა, ნამდვილად არ მახსოვს მე ლაივში უყურებ ბრძოლას. რაღაც ბრძოლა. ანუ გახსოვს როგორ წავიდა, იმიტომ რომ მგონი რაღაც ადრე მორჩა თუ რაღაც, ხო? ის იყო რაღაც. ადრე მორჩა, ხრის დრამა ქონდა. ოლივერას და როგორ იყო ისე ოლივერა 66-ში, ანუ იყო washed. გამორეცხილი იყო უკვე რა, არის ეს მისი წონათა კატეგორია და წონათა კატეგორია რო შეცვალა, ხო, ყველა დიდ წარმატებას მაგის შემდეგ მიაღწია რა. რადგან წონათა კატეგორია შეცვალა და აი ზუსტად ის იყო ის მაჩვენებელი იყო, რომ ის სწორა უკვე მისი არ იყო რა 66-ში რა. და ეხლა ჩვენ ვხედავთ Max Holloway 70-ში, რომელიც არის მის ადგილას რა. იმიტომ რომ 66-ით მისი არ იყო. უკვე ძალიან გაიზარდა 66-ზე მაგ ბრძოლა და ძალიან დიდი მეჩაპია. ყველა მაყურებელი გინდა UFC, გინდა აი მარტო დამარცხებული ამ ბრძოლაში არ არის ამ მოგებაში ასე რომ ვთქვათ რა, თორე ყველა გინდა მაყურებელი, გინდა თოფურია, გინდა თვითონ გამარჯვებული ამ ბრძოლის, გინდა UFC, სუპერ წინ მიდის ამ ბრძოლიდან, ამ ბრძოლის არსებობიდან გამომდინარე რა. ანუ ვინც არ უნდა მოიგებს, ჩემი აზრით მოიგებს Holloway, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფავორიტი არის სტილისტიკურად დღეს. მაგრამ რავი რა, ოლივერამაც გამროთთან ისეთი შიმშილი აჩვენა, რომ ვერ გაიგებ, ანუ რა დიდი კითხვის ნიშანი ადგას რა. მაგრამ ახლა უნიშნელო ფავორიტი Holloway-ია ჩემი თვალსაზრისით, უნიშნელო პატარა ფავორიტი ასე ვთქვა, slight favorite რა. მეც გეთანხმებია, რომ Holloway-ია ალბათ ფავორიტი უნდა იყოს. მაგრამ ვერ გამორიცხავ რა თქმა უნდა ჩარლზ ოლივერას რა და იგივენაირად რაღაც ვერ წარმომიდგენია რომ ფინიშით არა და ჩარლზ ოლივერას ხო ყველაზე ბევრი ფინიში აქვს გონი საბმიშენით არა UFC-ში. კი, მაგრამ რაღაცნაირად აი თითქოს ვერ წარმომიდგენია რომ მოახერხოს Holloway-სთან რა. რას ფიქრობ და არის თუ არა, ნუ რა მომენტში შეუძლია ჩარლზ ყველაზე რეალურად გამარჯვება რა. ანუ ჩარლზ ძლიერი მხარე რა იყო, რომ მაგ ფსიქოლოგიურ დომინაციას აკეთებდა მისი სახიფათოობით მეტოქეებზე, რადგან დარტყმას ძალიან ძლიერი აქვს, სახიფათო დარტყმები აქვს და ground game-ის ძალიან რთული აქვს რა. მაგიტო არც ქოვიდან, არც ზევიდან არავის არ უნდა მაგასთან სულ ყოფნა, არც გაცვლაში არ უნდა მაგათგან. ახლა ჩვენ დავინახეთ გეიჯი, გინ აი ყველა გინ პორიემ, გინ მანახე ჩენდლერმა ვინც გაცვლაში დარჩენ მაგასთან, ანუ რა დაიჭირენ რა. ზუსტად რა, გაცვლაში მაგასთან ხა წარმატებით მარტო მახაჩევმა და თოფურია მიასპარეზა. დანარჩენი ყველა მებრძოლე გაცვლაში დაიჩაგრა რა. მახაჩე და ცარუგიანსაც შეეხება მარტო რეალურად ახლა მისი ჭიდაობის ხარჯზე გადარჩა. ზუსტად რა მაგასთან რა, თუმცა 5 რაუნდიანი ბრძოლა რო იყო, ძალიან ღია კითხვა იქნებოდა რა იქნებოდა. შედეგად თქვა 5 რაუნდიანი ბრძოლის რა. ხო და სადაც 3 რაუნდიანი სპლიტით დამთავრდა რა. ხო და რა შეეხება მაგ ბრძოლას, ანუ რეალურად თუ ძალიან ძნელია რომ Holloway-ზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელო რა. უბრალოდ ჩვენ მე რაც მომწონს ყველაზე დიდად გინდ Holloway-ში, გინდ Oliveira-ში ძალიან დიდ პროგრესს ხედავ მაგ მებრძოლეებში ბრძოლიდან ბრძოლამდე. რა და იგივე არის აი მაგასა ველო აი რა ძალიან ძნელი სათქმელი არის რადგანაც ხო ჩვენ ზუსტად არ ვიცით ხო რა პროგრესირებულ Holloway-ს და რა დონეზე პროგრესირებულ Oliveira-ს დავინახავთ რა მაგ ბრძოლაში რა მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში 100% რომ ამ ბრძოლის შემდეგ ხო აი სასწაულები იქნებიან რა სრულად რა თითქოს რა უკანა ანუ ბოლო პერიოდზე არის რა უკვე ჩარლზ ოლივერა რა და მაქს ჰოლივეიც ახლა აღარ არის უკვე რავი ისე პრაიმი თუ არის არ ვიცი რა ორივე პრაიმს ხო არ გადაცდნენ მაგრამ მე შემიძლია გითხრა რომ ჩარლზ ოლივერას პრაიმი შეიძლება დღეს თავრდებოდეს ანუ ამ შაბათს რა და ალექს და მაქს ჰოლივეის პრაიმი იწყებოდეს მხოლოდ რა lightweight prime იწყებოდეს იმიტომ რომ ჩვენ რა lightweight-ში Justin Gage-ის და Dustin Poirier-ს საწინააღმდეგოდ რა Max Holloway-ს დავინახეთ ხო? ანუ ეს არის რეალურად
ძალიან მაგარი lightweight-ი, იმიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შევადაროთ დასტინ პორიეს ბრძოლა ისლამ მახაჩევთან და დასტინ პორიეს ბრძოლა მაქს ჰოლოვეისთან, ანუ ბოლო ბრძოლებზე ვამბობ რა. შედარება არა, რომ მაქს ჰოლოვეი აშკარად უფრო მაგრა იასპარესა მაგათთან რა, აშკარად უფრო მაგრა იბრძოლა. მაგათთან ამიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ მაქს ჰოლოვეი შეიძლება დღეს შედიოდეს მისი კარიერის პრაიმში, ხო ვითო რაღაც ვეტერანია კი ნაღამდა სპორტის რა. და რამდენი ბრძოლა აქვს უკვე ჩატარებული, სატიტულო რამდენი ბრძოლა აქვს ჩატარებული, მე მგონი უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივი ბრძოლები ჩატარებული რა. 4 რაუნდიანი ბრძოლები. მაგრამ ანუ აშკარა ვეტერანი არის და შეიძლება შედიოდეს მის პრაიმში და ანუ მე თეიზე ვდგავარ რა, რომ ესე შეიძლება ჩვენ პრაიმის დაწყებას უყუროთ მაქს ჰოლოვეის, რომელიც გაგრძელდება კიდე ერთი რა ვიცი რა, ძალიან ბევრი ბრძოლა რა. და ჩარლზ ოლივერს კარიერის დასასრულზე, მაგრამ ეს არა ფაქტია, რადგანაც ორივე მებრძოლი ძალიან ჯანმრთელები არიან, ძალიან სავსე არიან ძალით, ასე რომ ვთქვათ და ბოლო ბრძოლები ისე ჩაატარენ, რომ რა ვიცი რა, მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს, რომ ეს ამ ბრძოლაზე მეტი დაინახო რა, ზოგადად არ არსებობს რამ, რაც გინდოდეს რომ დაინახო ამ ბრძოლის იქით რა. და ანუ ეხა ორივეს უნდა ვენდეტა რა, ხო აზე ხარ რა, ანუ ილია ფურიასთან, მაგრამ ეჭვი გეპარება, რომ გამარჯვებული მიკროფონზე იძახის. არა მგონია ილია თოფურიას სახელს, იმიტომ რომ იციან ალბათ ორივემ ზუსტად, რომ ილია თოფურია გეიჩი არის შემდეგი და ალბათ დაიძახებენ გამარჯვებულს რა და არ იბრძოლებენ სანამ არ შეხვდება გამარჯვებულს რა. არა? რა. ora მაქს ჰოლოვეის ახლა არც ოლივერას არჩევია თავის არიდებას და მე აი კიდე ერთხელ გავიმეორებ ადრე მაქვს ეს სტეიკინა თქვამე რა რომ მაქს ჰოლოვეის და ოლივერას გამარჯვებული უნდა შეხვდეს საროკიანს 5 რაუნდიან ბრძოლაში აუცილებლად რა თუ უნდა არმანს რომ დაეუფლოს სატიტულო ბრძოლაში რა შეხვდეს იმიტომ რომ აი სხვანაირად არანაირი ლოგიკა არ გააჩნია რა რეალურად რო ვთქვათ ეხლა ხო არმანს რა ბრძოლა აქვს ჩატარებული 5 რაუნდიანი რა ჩვენ მაგნაირ ბრძოლას ვერ გავიხსენებთ ისეთი ბრძოლა რომ საჩემპიონო კალიბრის ბრძოლა ჩაატაროს მაგრამ 5 რაუნდიანი რა და კითხვა არის იმარჯვებს მაგალითად ჩარლზ ოლივერა ხო კითხვა არის ის ბრძოლა რო გადავახვიოთ და კიდე ორი დამატებითი რაუნდი რო ყოფილიყო ხო რა იქნებოდა მაგიდან გამომდინარე რა რეალურად მე მიმაჩნია რომ ალექს შეიძლება ჩარლზ ოლივერას მოიგო მაგას მაგრამ ძალიან მარტივად მაგ ბოლო ორი რაუნდი რა მაგისთან დაეფინიშებია რა ძალიან ბევრი საფრთხე წავიჩინე წარუკიანთან ორი რაუნდი დამატებული ხო მაგალითად რა ხო კითხვა არის არის კითხვას უცხალი შემდეგი კითხვა ხო წააგო ოლივერამ მოიგო რა ქვია მოიგო მაქსმა ხო რეალურად ხო საპრეზიდენტო ბრძოლა მარტო ერთი არის აქ რომ მაქსი შეახვედრო არმანს და გაიგო სუპერ ვინ არის პირველი ნომერი დღეს და ვინ არის აუცილებელი პრეტენდენტი რა თუ არმანი ფიქრობს რომ კამარზე იჭყვეს მე ძალიან ეჭვი მეპარება მე რო ვიყო ხა მაჩმეკინგში UFC-ში არანაირ შემთხვევაში მაგ ბრძოლის გარეთ არ ვაჩხუბებდი კამრის იქეთ იმიტომ რომ hyped up არ არის ასე რომ ვთქვათ ბრძოლა რა უბრალოდ არმანი რო ვაჩხუბოთ ჩვენ მაგას რა მაგრამ არმანი რომელმაც მეგო ოლივერას ან ჰოლოვეის ძალიან მაგარი ლეგიტიმურობა გააჩნია 100%-იანი და ანუ უკვე სტეიკი იდობა იმიდან გამომდინარე რომ ნებისმიერი ვისაც არ უგებს თქვა რომ არმანი ებრძვის ახლა ოლივერას ან იმას აქვია ოლივერას ან მაქს ხო ნებისმიერმა ვინც არ უნდა მოიგოს მათ ხო არმანი თუ უგებს მაგას უკვე უტოლდება ტოფურიას მათემატიკურად რა ანუ გონია რომ ტოფურია ამას მოუგო არმანმაც ამას მოუგო რა შევხედოთ რა მოხდება ერთმანეთს რო შეხვდებიან რა და თუ რა თქმა უნდა ახლა ორიდან ერთმა გადაუარა არმანს რაც ძალიან რეალური არის რა მაგორეულიდან ერთმა გადაუარა არმანს რაც ძალიან საკმაოდ რეალურია კიდე აი რაღაცა იმენა როკის ისტორია გვაქვს ყველაზე ხარ რა რომ თიდან დაცემული ადამიანი თავიდან მთაზე ადის რა და მის წარმატებას აღწევს რა და თქმა უნდა ანუ სხვა გზა არა ინტრამბელ შეიძლება მაგრამ მე აი როგორც ფანი შერეული ვარ დაბრძოლების სრულად მომხრე ვიქნებოდი რომ ანუ რო ეს ბრძოლა შედგეს იმიტომ რომ ეს ბრძოლა უნდა შედგეს სხვანაირი ბრძოლა არ არსებობს ჩემ თვალსაზრისით რა სუპერ ბრძოლა თუ დაინახო ერთი ბრძოლა არსებობს მხოლოდ სუპერი რა ეს არის რომ ამის გამარჯვებული ხდება არმანს და ვლინდება აუცილებელი პრეტენდენტი რომელიც ებრძვის ანუ გეჯის და თოპურიას გამარჯვებულს და ეს არის როგორი ბრძოლა იცი ну რა ვიცი რა ყველაზე მაღალი დონის ბრძოლა არის რა
ყველანაირად აი მაგ ყველანაირად მომაღლესი დონის ბრძოლა არის რა. აი იქ შენი აზრით იქნება თუ არა ის მომენტი თითი ქვემოთ ბოლო 10 წამი არის დარჩენილი და ნახავ თუ არა მაგ მომენტს თუ ვერ მივა მაგამდე საქმე. ბოლო 10 წამამდე ძალიან ძნელია რომ მივიდნენ მაგენმა მაგორმა. Followers ძალიან დამატებული სიმძლავრე დარტყმის და ჩადალივერა ანუ უნებრივი ფინიშერი არის დეციზიონი როგორ მისი თემა არა და მისი გაგებაც არა. და თქმა უნდა აუცილებლად იქნება თუ მიაღწიენ მაგამდე, მაგრამ მე არ მგონია რომ სტილისტიკურად შეიძლება მაგათმა მიაღწიონ რა. მოკლედ მართლა მაგარი ბრძოლა იქნება და ერთი სული მაქვს რომ ნახავთ და მე ჩავჯდებით ერთად და ვისაუბრებთ ამ ბრძოლაზე. და ხვიჩა ეხა არის ბათუმი Fight Academy-ში და ძალიან ბევრი დრო დაგვითმო უკვე და უნდა დავხუროთ, მაგრამ სანამ წავალთ ხალხო, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი. გვიპოვეთ Apple Podcast-ზე, Spotify-ზე და მოგვეცით 5 ვარსკვლავიანი შეფასება. დარჩით ჩვენთან Fight Hopper-ებო ჯიგრები ხართ ხვიჩ. უღრმესი მადლობა ძმაო. აბა შენიცი მომიკითხე ყველა მანდ. მაყურებლებს ვეთქვი რომ ყველაზე მაგარი ინსაიდებს მე ვიზრებ მარტო Fight Hop podcast-ზე და უკვე შენიშვნას მომცემ სხვადასხვა ორგანიზაციები და რადგან ნუიძლები ასეთ მაგარი ინსაიდებს რომ რომელიც ანუ სulis რაღაცა მონახას რა, მაგრამ არაფერი არ შეიძლება მაინც. Insider Fight Hop podcast-ზე არის და ანუ დავჯაუჯიქით და რა თქმა უნდა ბოლომდე უნდა უყუროთ რომ ბოლომდე ინსაიდი გაიგოთ ბოლოსკენ და ეს დიდ პატივში ვარ ძმაო და ერთი სული მაქვს როცა დავბრუნდებით. You tune into the Cartwellians on the Fight Hop podcast. Fight Pod, yeah.